ღონად და საკურთხად სამარადისოდ საიმ ქვეყნიო და საამშობლო ღირსმა ერისძემ თვით ერისთავმა სამშობლოსათვის დასდგა სამშობლო. როცა მოკვდა დავით ერისთავი მის პირველ საფლავს მერეც გადაასვენეს და აწერეს აკაკის ეს სტრიქონები. ეს არის იშვიათი ეპიტაფია. დავით ერისთავი ახალგაზრდა გარდაიცვალა 53 წლის უცბად გახდა ავად. როტშილდებში მუშაობდა, ესე იგი დღევანდელი თქვათ ესეთი მენეჯერი იყო, მაგრამ ახლო იყო როტშილდები, რომ კავკასიაში ჩამოვიდნენ, ფეხი ჩამოდგეს. თბილისში დავითი იყო პირველი, ასე რომ ვთქვათ, მოიწონეს მაგათა და კაი დიდი თანამდებობა ჰქონდა მაგათ აქაურო, ესე იგი დაწესებულებებში და დადიოდა ბათუმში ცხადია, აქ ნავთი და ყველაფერი ამაში არის. ბათუმში გაცივდა და მე როგორც იონა მეონარგია გვეუბნება ჭაჭების ანთებაზე დაერთო და ვეღარ ადგა. სულ ახალგაზრდა მოკვდა. ეს კალოუბნის ეკლესია იყო აგერდა. მე დაანგრიეს მალევე სხვათაშ იმის ეზოში დამარხეს. მე მთაწმინდაზე გადაასვენეს ეს რომ დაინგრა. ულაპარაკოთ, ეს არის იშვიათი ადამიანი ქართული ლიტერატურაში რომელიც არ იყო ლიტერატორი და წერალი ლიტერატორი როგორ არ იყო. მოხდა იქ ამ ერთი აი ამ აკაკის სტრიქონების მიხედვით რაც არის ამისთვის ხალხმა ძალიან შეღო. საერთოდ დავით ერისთავი არ იყო უბრალო კაცი და არ იყო რაღაცა ახლა მის თავგადასავლებს და იმას არ მოუყვებით და პირად ცხოვრებას და ამბებს და ეს კი იყო მე ამბობდნენ ერთმა ხსნელების ერთმა ოჯახმა 3 რედაქტორი მისცა საქართველოს. მაინც რედაქტორს ეძახდნენ, რომ მართლაც აი კავკასში რომ მუშაობდა და გლოხარიჩიო გიორგიო დავითი და ნაკადულის რედაქტორი ლიზა უკვე მე-20 საუკუნე ჩვენ ვიცით რომ ყავს ქალი რედაქტორი არ ვამბობთ ხოლმე სადაც არის სულ ქალებია რედაქტორები ჩვენ რაც არის გადასარევი ამბავი დროში დავით საერთოდ როგორი კაცი იყო ეს ყველაფერი პირველი და ახალი თბილისში ქონდა მაგას სხვა არ იყო არც მილიონერი არც რა ქვია სოვდაგარი არც ისა არც ესა პირველი ტელეფონი მაგან გაიყო სადგურში პირველი ტელეფონი მაგან გაიყო და გააბა სარაჯიშვილებთან სარაჯიშვილების სიძე იყო გააბა ჰექტოგრაფი რო ჩამოიტანეს თბილისში პირველმა მაგან მეიტანა თავისი ხელნაწერები და დააბეჭდინა რა დასამალია და პირველი წვერის საკრეჭი მანქანა ჯერ ელექტრონულად ასე ცნობილი მე მთელი მე-20 საუკუნე მასვე ჰქონდა და ყველაზე კარგად თავისით ეს იყო ადამიანი რომელიც თვითონ იგრეჯდა წვერს აი ამ ახალი მანქანა და ამბობდა მე პირგა გიგიბაზე მართლაც ვნახოთ მისი ფოტო წვერი ძალიან ისეა რა ქვია და დალაქის მას არ აგავს მაგრამ სტილურად ასეთი კაცი იყო რა ქვია როცა ეს სამშობლოს ამბავი ატყდა ასე რომ ვთქვათ ის იყო რუსული ოფიციოზის კავკაზის რედაქტორი. ეს უცნაური ოფიციალურად ამ თანამდებობაზე შევიდა 1892 წლის 1 იანვარს. 20 იანვარს გამოვიდა სამშობლო ხო და ეს არის საინტერესო რომ მე რო დაიწყეს ამ რუსულმა მემარჯვენე კი არა და ეგ იყო რა სახელმწიფო რა ქვია პრესამ და ჟურნალისტებმა ლანძღვამ ეს კავკასში ვერ იბეჭდებოდა ეს ლანძღვები და ვინც ეგებ მაგიტომაც წავიდა რა ქვია მოსკოვამდე და პეტერბურგამდე ეს ამბები და იქაურ გაზეთებამდე რომ კავკასში ის კაცი იყო რა ქვია თავი რომ ილანძღებოდნენ ეს რუსები თავი ეგ იყო კაცო რედაქტორიაო ჩვენი რედაქტორიაო და რეები გააკეთა ეხლა რა შესაქმე ცოტა სიუჟეტს კი მოუწყდი იქ, მაგრამ იქიდან გამომდინარე აი რომ ყვებოდი ამ სპექტაკლის მსვლელობას და პიესას წინა იმებში, კვირაებში რა რაც უფრო ბოლოსკენ მიდის, იმატებს სიტყვა სამშობლოს ხსენება იქ. ეს არის პირველი აი ესე პირდაპირ რომ ჩვენ ვართ ეს რაღაც მანიფესტივით რაც არის მელოდრამატული და ხა ვიცინოთ და ვიხითხითოთ რომ იქ არ შეიძლება ესეთი ამბები რა ქვია. აი დღეს აღარ დგა, დღეს არც ერთი რეჟისორი მაგას არ დადგამს. შეხედავს როგორც მეხუთე ხარისხის მასალას ასე რომ ვთქვათ რა, მაგრამ სხვა რამეა იქ და ესეთი მაშინ კარგი იყო ესა და
მეორეც აი ეს სიტყვები და რაღაც ასე მძაფრად ეს ხო არ არის რა ქვია დღევანდელი ამბავი რა ქვია პროპაგანდა და აი სცენიდან სხვა არის გაზეთში სხვა არის ლექსი რო წერია თუნდაც ხელით გადაწერი რაღაც რომ ეგ სხვა არის და აი ეს სცენიდან და 1000 კაცი რო დარბაზში და ეს კაცი ყვირისი და ეს არის მიუბრუნდეთ მაშინ აბა თხრობას თან რა გამოვა და რამდენი გამონახოთ მოკეთ ჩვენ ვიცით რომ თბილისში ესე იგი შეთქმულებაა შახაბასის თბილისში და ნუ დარვალი რა ქვია და გენოციდია ერისა ხო და იმ ღამეს უნდა მოხდეს რომ დავით ბატონიშვილი ჯარით შემოვიდეს ქალაქში კარი წინ და წინ გაღებული ასე მოლაპარაკებული შეთქმულთა მიერ და შეთქმულების სახელებიც ვიცით ხელახლა აღარ ვიტყვი ესენი ელოდებიან ამათ მაგრამ ამათ არიციან რომ შახმა ყველაფერი იცის წეული ისტორიის გამო რომ ქალს უნდა რომ წესიერი კაცის ცოლს უნდა რომ თავის საყვარელი გადაარჩინოს და ამის გამო აქვე ქმრის დაღუპვას ლამობს ხო და ჩაიდენს ამ საქციელს შახის წინაშე ქეთევანით მაგრამ ჩვენს წინაშე ახლა ამ სურათში არის მეტეხის ციხე, სადაც იკრიბებიან მეტეხის ეზოში შეთქმულთა მეთაურებს. სულ 5 კაცია, ბევრი კი არ არის კაც. მე ჩამოვთვალე წინა ესე რა ქვია. საზა სოლოღაშვილი, ესტატე ციციშვილი, რა ქვია. როინავი რეჯიბიეს მეთაურები ას, მაგრამ ჩვენი ორი მთავარი გმირი ვინც არის, რა ქვია. სიმონ ლეონიძე და რა თქმა უნდა იქ არის გმირი ხალხიდან გოგია დიაკვანი. ხამდება და ერთადერთი რამეა გასაკეთებელი ნიშანია მისაცემი მეტეხიდან უნდა დაირეკოს ზარი ეს გაფრთხილებული ყავს გოგიამ უნდა დაარეკოს ეს რა თქმა უნდა მაგრამ თუ რამე ფარსაგია გოგიამ უნდა დაარეკოს გლოვის ზარი რომ ქალაქის შეთქმულებიც არ გამოვიდნენ ქუჩებში თოფი არ აღით და არც კიდევ ბატონიშვილი რო არის ქალაქგარეთ დამალული და ზარი რო და ეს ავლაბარია უკვე ქალაქის კიდეა ასე რომ თქვა ავლაბარი კიდე ჩანს აქ როგორც ქალაქის ცენტრი მერე და მერე ხო და იქ არიან შეკრებილები ესენი ხო და გოგიას მოუტანია ორი ხმალი აი ეს არის საყურადღებო ეს ეპიზოდები მერე სულ ჩდება ქართულ რა ქვია ლიტერატურაში როგორც რა ქვია აი ამ მსგავსი ეპიზოდები და იქ უკვე არის ორი ხმალი ვიშოვნეო გოგია მოდის და ეს თავადები ეუნებიან რომ შენც უნდა იომოო ბიჭო ხო დიაკვანია და აბა დავითის კითხვის ნებას აღარ მაძლევენ და აბა რა ვქნა ეს ცნობილი მოდი და ესენი პირველად ყველაფერი ეს არის აი ამ სამშობლოში ესეთი რამეები ჩადებული რაც მე ესე იგი ძალიან გამოიყენა ქართულმა ლიტერატურამ რაღაც ინტონაციებიც კი და ბევრი ასეთი რამე ხო მე მგონი რა ვიცი სპეციალისტები მოგახსენებენ უკვე ხო და აი ეს ამბავია და აქ წარმოსთქვამს სიმონი ეს რა ქვია შემართულ სიტყვას რომ აი მეტეხი აქედან იწყება ყველა მეტეხი საქართველოს გულია ამბავი და აღსდგეს ეს მკვდარი ძახის ეს ძალიან გრძნობის მომცემია დარბაზში მithumetes ესენი ძალიან კარგად სცენები ძალიან მოძრავია და გრძნობებით სავსე სწორედ აქ არის ის მერე რომ დროშებზე ამბავი ატყდება ამ მეტეხის სხვაგან ეს დროშები არ არის არსად მაგრამ აქ არის საშუალება და ეს 5 კაცი რომ ის დგას აქ მე 6-ი გახდებიან ამათ აქვთ ეს დროშა და აქ როგორ გაბედეს რომ საქართველოს დროშა ეს საქართველოს დროშას პირობითია იმიტომ რომ ეს მაგათ თვითონ რაღაცებს დახატეს და მას აქნეს რომ წმინდანის გამოსახულები და იმით ის გაშლილი არ ჩანს არც ერთ ფოტოზე ხო და მოდის ამ დროს ლევანი და ყველაფერი გაკეთებულია ყველაფერი გაკეთებულია, ყარაულები მოხსნილია, ესე იგი დავით ბატონიშვილმა ის კარი იცის თბილისის საიდან უნდა შემოვიდეს და ზარი იქნება და შემოვლენ. ეს ლაპარაკებია დიდი აღტკინება რაღაცა ყველა ემზადება და ეს დავალებებს აძლევს ახლა ეს სიმონი ხო და შეხედავს ამ ლევანს და თქვენ თუ გახსოვთ წინა სერიიდან იქ შახაბასთან ლევანმა ხმალი დადო და მე აღარ აიღო იმიტომ რომ მან უთხრა რომ მამსახურე ეს ხმალიო და იქ ისიც ძალიან ესეთი მონოლოგი ხმალი სადაგა აი დამართო შახაბასთან დავაგდეო იმიტომ რომ მითხრაო რომ დაიფიცერაო ეხა მოგცემთო მე ჩვენ შენ ხმალსა იღებს ხმალს და
აწვდის და რომ მიაწვდის დაინახავს რომ ხელი აქვს გაჭრილი. ეს ხელის გაჭრა ეხლა თუ გახსოვთ თქვენ ეს ის იარა სამარცხვინო იარა რომელიც ამ ხელს ლევანს რომ სიმონის ცოლის საყვარელი. ეს რა არისო? არაო ხმალი ავიღეო უხერხულად ეს. ამან ყოიცის ახლა მისი ნიშანი არის. ну რა თქმა უნდა არ დაუჯერეს რა ქვია თუ თათარმა დაკკარავ ეს ანუ იქ ხო წინა სერიაზე უნდა გადაახვიოთ რომ გაიგოთ აკრა მოკლედ ეს სიმონი აღმოაჩენს რომ მისი საუკეთესო მეგობარი ძმა შვილი არის მისი ცოლის საყვარელი და ლევან ეხლა ეს არის ორი რაინდის ისა ერთი წამხდარია და მეორე ინარჩუნებს ეს ეუბნება მომგალიო კაცო ან თავად მოვიკლავ თავსა. ну ის არის მანამდე საკმაოდ ასე ვთქვათ შემარცხვენელი საუბარია რა. ორმხი ის აღიარებს დამნაშაყვარელი და ქმარიც არ წვენს ამონათ. ეს მაღალ გზნობებზე აქვს და ამბავზე ემოციები ასე რომ ვთქვათ და აჯანყება იწყება წუთი-წუთზე კაც გოგიამ ზარი უნდა შემოჰკრას და მომკალიო და რას ლაპარაკობ ეს შენ ახლა ამ ამბავზეო ესო შენი სირცხვილიაო და ჩვენი შიდა ამბავიაო მაგრამ წინ რა გვიდევსო ნახეო სამშობლოს ისო ეს არის ძალიან ხილული და მარტივი მაგალითად როგორ უნდა დააყენოს აქვეყნო საქმე შენს პირად რაღაც ყველაზე შეურაცხყოფელ და დამამცირებელ გრძნობებს უნდა გადააბიჯო და აი ამ სცენაში ხდება ესა რომ ის უხსნის რა ქვია სიმონი რომ ჩვენ გვაქვს ხა წმინდა მოვალეობაო. ხო და ამ წმინდა მოვალეობა ჯერ ისეთი როგორც კაცი ისე მჭირდებიო, მეორე როგორც სარდალიო. სიმონი არის ასე რომ ვთქვათ სამოქალაქო მეტაური და ქალაქის ჯარს ლევანმა უნდა უხდება. ხო და მერეო რაც მოხდება, მერე მოხდეს ისო და ეხლა მომკალი წინ სამშობლო გვიდევს წინ. ну ანუ ეს არის მთელი დრამატიზმით გადმოცემული. მე არის აჩრდილი და ესენ შემოდიან და ლოცვა და ლოცვა არ არის რელიგიური ლოცვა არის დავით ერისთავმა ჩასვა აჩრდილი და ღმერთო მაღალო ჩვენს წმინდას ეს არის ლოცვა აქ ჩასმა ესეთი კაცი იყო რა ქვია ჭკვიანი და აი ეს ლოცვა არის ალბათ აი კულმინაცია მომენტის რაღაცა და მე გითხარით რომ სარდო არის ოსტატი კარგად გაკეთებული პიესის და მთელი ამ ეშმაკური სულების რომ მაყურებელ ვერ მოისვენ რაც უფრო ბოლოსკენ მიდის მაყურებელ საერთოდ ვერ უნდა დაწყნარდეს და ეს დავითს კი აქვს მოხსნილი ბევრი რამე იქიდან მაგრამ ეს შენარჩუნებული რომ ამ წამიდან დაძაბულობა აღარ გაჩერდება არა ისე იქნება ეს შემდეგი მოქმედებები ანტრაქტი თუ შეუშლის ხეზე ხალხმა ამოისუნთქოს და ეს აღარ გაჩერდება და აი ამაზე აი აღწია უმაღლეს ესე ქართულ სურვილზე ოცნებას წერტილზე რომავლიან და ისმის აღარა თათრის არის კაც იმათ ხო იციან შაჰ-აბასმა და შეურჩია დრო და მეტეხს შემოეწყობიან ასეთი ამას ვერ ვხედავთ ჩვენ სცენაზე მაგრამ ეს არის აქვე და ესენი სულ არიან 6 და უნდა ზარი დარიყო მეტი არაფერი არ იყო და მე გადიან ქალაქში ხო და ეს არის როგორც მაშინდელი სცენიური რამდენი არიან ისე შენ კიბე გაამაგრე ეს სტატე შენ კარში ჩადეგ შენის კარი დაიცავ რამდენი არიან ხა ეს როლი ტოპი ისა და გოგიაო რა ქვია გოგიას ორი ხმალი მაგრამ გოგია იძენს აქ გადამწყვეტებას რა ქვია ნუ შუმოს იმიტომ რომ გოგია ნიშნის მიმცემი ხო და უნდა ავიდეს და ეს რაც არიციან სპარსელებმა გლოვის უნდა და იმათიციან რომ ერთი მოკლედ ეს არის და შემორბიან ჩვენთვის ნაცნობები ეს ისრაფილ ხანი და ესენი ყველა და ჯარის კაცები და დაატყვევებული ხართ აია და შენ დღედილით ჩვენთან იყავი ლევანსეუნები ორგულო ესა და თვით შახი მოდის და აქ სადაც შაჰ-აბასი ჩდება ამ პიესაში იწყება აი სახელმწიფო ტირანული დიალოგები იმ წუთში საქმეზე არაფერი ეს ქონათ ის კაც მეც არაფერს თუ თავის ქალიშვილი არ დაინახა იქაც მარტივად გამოდის და ტირის რო შვილო შენ ამე არ მოგივიდეს მოკლედ აიო გიპოვნეთ არაო გიპოვნეთო ეხლაო ეს ამბობს რა ქვია შაჰი ამბობს რომ
ვიცი რომ ნიშანი უნდა მისცეთ. ხო და გოგია გამოიყვანეთ. აი ტრიოს ამრეკოლოზე და ზარი დარეკე ახლა შენ. მე კარი რო გაღებულია აქეთ იქით ჯარი აყენე და როგორც კი შემოვა თქვენი დავით ბატონიშვილი იქვე ჩავსრისავ. ყველას ერთად იმას გიზამთო და ესე იგი აქ ჩანს რა ქვია შეთქმულთა კონსპირაციის წესები. არც ერთ ამ ქართველთაგანმა არ იცის რომ გოგიას მეორე ნიშანიც აქვს გლოვის ზარი. ანუ ეს მარტო სიმონმა და გოგიამ იციან და გოგიო ესა აიყვანეთ გოგიაო შახი იცნობს გოგია დიაკვანი გამოიყვანეთ ეს იცი. ხო და ადიო და დარეკე აიყვანეთო და დაარეკინეთო და ესენი არ დაგუყო გოგია ამოსო რას ამობ მე უნდა დავრეკო იმიტომ წოლშვილი მყავსო და თქვენ არ ჩემ წოლშვილსო და რაღაც ვითომ უთანხმდება აი ეს არის ნამდვილი მოწამეობრივი ეს არის ხო და და ესენი არ აქვს ცხენია გოგია ესენი ეუბნება ესა და აიყვანეთო და დაკრავს გოგია გლოვის ზარს და სიმონ ლეონზე ამოისურთ ხავს რომ დავით ბატონიშვილი მოშორდება ქალაქს რომ ესე იგი ფარსაგია უბედურება და ქალაქშიც შეთქმული არავინ გამოვა ქუჩაში თოფი არავით რა და მიხვდება ეს ჯახი რომ სადა იქ რაღაც გაწევ გამოწევა და გოგიას ჩვენ ვეღარ ხედავთ მოკლეს ესენი ძახი ანუ იქვე ამის ტიპაჟიც ხო ჩვენ გვყავს ჩვენ ისტორიაში აქვე ნამდვილი და უფრო დრამატული და ეს თევდორე და მე ამ წუთიდან ასევე ყველა შეფასებას სანამ თვითონ ფეხზე დგას სიმონი აკეთებს და უხსნის მაყურებელს რა ქნა გოგია აი ერთ წამშიო ეს კაცი სამშობლოსთვის გმირად გადაიქცა ვინ იყო არა თავისთვის ერთი უნდა დაო ემსახურაო დავითის მკითხველი კაცი იყო და უხსნის რა არის უბრალო ადამიანმა რა უნდა ქნა სამშობლოს ესენი ძალიან წამოწეულია აქ მართლა უცნაურია ეთქვა აი ეს ცენზურა და ის რომ ძალიან იოლად გაიარა ამან გაიარა იმიტომ რომ ის რა ქვია მანამდე ეს რუსულის არსებობდა ვარიანტი და ეს რა გადამოხარს სახელებია შეცვლილი ეს მაგ დროს ცენზორი ვინ იყო ის არლოვი ალბათ მაგრამ იმას როგორ გაება ხო არ ვიცი ყოველ შემთხვევაში აი ეს აქ არის მაგრამ და ამან თუ ხარიათ რომ ჩვენ ხუთის მეტი ყველა გადარჩაო ძახია აი ჩვენ დავხოს ამაზე არ არის ლაპარაკი რამდენი ქართველი გადარჩა ხო წავაგეთ მაგრამ რამდენი ქართველი გადარჩა ეს და უკვე ეს ყველა ლაპარაკი მორჩენდა უკვე სულ მოქმედება და მოქმედება მიდის ასე ჩამოიშვეს ეს ღამე და ამოვისუნთქოთ ამ მოქმედების დასასრულით მაგრამ ოდილა ხო უნდა გათენდეს ასე იყო დილა და ეხლა უკვე ყოველი დილა სახელმწიფო ასე რომ ვთქვათ ოფისია საოკუპაციო ოფისში ზის შაჰამბას და აბა წყვეტენ ხო და მეტი უნდა გავიგოთო და ყველაზე მეტი მაგათ შეიცის ამ ლეონიძემ იმიტომ რომ იქ სწრაფი დაკითხვა რომ თქვენ რომ ჩაიგდებენ შენ ახლა ეს არისო ჯარის უფროსიო ხიმშიაშვილზე ამბობენ და ლეონიძე ეუბნება რომ უფროსი მე ვარ მაგრამ ჯარის სარდალი ეგ არის ანუ სამოქალაქო და სამხედრო ყველაფერი წოდნით და იმით არის რა ხო და ყველაზე მეტიო მაგანიცისო და მაგისგან უნდა გავიგოთ ესენიო არაფერი ის არ არის საწამებლათაც არ ღირსო მაგრამ ჩვენ ხო ვითომ ასამართლებენ რაღაცა და აი აქ ახსენდება სოლომონ რა იყო და სიმონ ლეონიძის ცოლი ქეთევანი შაჰაბას რომელმაც ყველაფერი ეს ამ ქალმა მოახ ამან გასცა ეს ყველაფერი და იმისთვის რომ ლევანი უყვარს და ლევანთან ერთად მარტო და ბედნიერი იყოს და მისი ქმარი რა ქვია გადაშენდეს ამ ქვეყნიდან და მოკვდეს და მოისპოს ხო და მოიკითხეს ქეთევი რომელიც არ გაუშვეს რა თქმა უნდა სასახლიდან და იქ ყავს ოთახში გამოკეტილი იმიტომ რომ ჩვენ ამბავი მოგვიტანო და ეგ იმათაც უნდა მიუტანოს ეგ ორმაგი აგენტია ეს ქეთევანი აბა ესია ხო და მოიკითხა შახმა ის ქალი ეჯავრება ეს ქეთევანი იმიტომ რომ ქეთევანი თაგი გრძნობით და ბოროტებით აგი შახი ხო ბოროტია მათ დიალოგში ესეთი რამეა რომ შახი ღმერთიო ეგეთ რამეზე ჯისო და ჩვენ ლაპარაკში ღმერთი გარეული არ არის ესე ეუბნება რა პირდაპირ ეს სიყვარულით დაბრმავებული ქალი ხო სისასტიკით დაბრმავებულ შახს ხო ეგ ქალიო დავაპირეთ გამოყვანაო მაგრამ ისეთი ღრიალი მორთო
ამ კალმა გაიგო რომ ესენი ყველანი დაიჭირეს და ეხლა არის ისტერიკაში. იმიტომ რომ ლევანიც დაჭერილი ეს გაიგო მან. რომ ვერ მივეკარეთო გვეშინია ფაიხოში არ გაიგოს. ესე იგი შახის სახში რა სიტუაცია ხო ხე ის გოგო ნევრასთენიკი. სიკეთით სავსე, მაგრამ ნუ შეშლილი ისიც თავისებურად, გაიგე და რომ გაიგოს ყვირილი მოიკითხავსო და ესე უნდა შენი ჭირიმე თავი დაანებეთ ჩუმად იყოსო. ბავშვი არ გადამირიოს ესე ამ შახამას ეს ისაგე თან უცბად დაინტერესდება რომ აბა ექიმი რას ამბობს ესე იგი ამ ხო და კარგად ექიმი მოდის მოყავთ ხო და ექიმი ეუბნება რომ კარგად არის არახველებს რაღაცებს ეუბნება და ეგ მომირჩინეო გაურკვეველია რა ჭირს ერთი ცხადია რომ რაღაც სიკეთით არის შემყრობილი სუდი არ უნდა დაინახოს არ თუ დაინახა მისდის გული და თან ახველებს იმიტომ რომ შახის რო ეკითხება ხო არ გახველებს ეს თული ურთიერთო და იქაც მე შევამოწმე რა ქვია ფრანგულ ვარიანტში იქაც რაღაცა უცნაურად არის ყველაფერი არა ანუ ამათ ახალი არაფერი მოუგონიათ და არ გაუუბრალოებიათ რა ასე ჩანს ხო და ოქროში ჩაქვსვა მექიმბაში ოღონდ ეგ მომირჩინეო და ესე უნება რომ ნერვიულობსო ამ სიტყვას არ ეუბნება რა ხელავსო ძალიან რომ აი ეს ამდენი სისასტი იქ ცეცხლი იქ ისა კარგიო შენ მაგას მიმიხედეო მე ოკეი გამამაკ მაგასთან დაკავშირებით ეუბნება რომ დღეს ხალხი უნდა დავწვა თავლაბარშიო და მაგან არ უნდა გაიგოს და შენ დიღომში წაიყვანეს სასეირნოთო ესენს რა ქვია მე ვფიქრობ რომ იქ არიან ავლაბრის ნაპირზე არის ეს შახი სადაც არის სადაკდეს სასახლე ოფისი არ ვიცი იმიტომ რომ ყველაფერი იქ ხდება აქეთა თბილისის ნახსენები ანუ რაც არის თბილისის ნახსენები ხალა ისანი საიდაბად რა ქვია და ისანი ანუ იქ არის რა მინდურებსა საგოდებლი სასახდება ეს ამბავი ხო და უნდა წაიყვანო დიღომში სასეირნოთო ეტლითაო და საღამოს კი ჰაერი რაღაცა დიღმისველიც ისტორიული ამბავია ჩვენთვის პარნავაზის დროიდან. სულ ნაცნობი ადგილებია ნახსენები ხო. იქ გასეირნეო და ჩვენ აქ დავწოვთ საღამოს მოიყო და არაფერი არ მომხდარა. ასე უმალავს რა ქვია. კარგიო ეს კარგიაზე მე გავყვები ექიმი ყველაფერი ესა და მოიყვანეთ ის ქალი მოიყვანეთ. მოყავთ ეს კეთევანი შეშლილი. შენ ხო მითხარიო რომ თუ ეს მართალი გამოდგაო. კეთევანი ხო არ ეკითხარით, მიმწორე რაც მოკლავს ხელს გამოჭამს. ერთ რამეს შეგისრულებო ხო მითხარიო. იო, ხო დაგპირდიო, რა ქვია, საერთოდ გაძლევ ქალაქიდან თავისუფალი ხარ. მეც არავის არ ვაძლევ, მარტო ეს მნიშვნელოვანია. მარტო შენ გაქვს ქალაქიდან გასვლის საშუალება. იქ არ ჩანს უწერენ თუ არა, მაგრამ აქვს ეს საქმე. არა. შენო უნდაო, რა ქვია, შეწყალება მოითხოვა. დღევანდელი იმით, ლევან ხიმშიაშვილი უნდა გაათავისუფლო. შაჰი სახელმწიფო კაცია, უთხრა ეგეთი რამე არ შეიძლება. ეგ თხოვნა არ არისო და დერი უნდა მოკლავწო ესე ეგრეა. მოკლედ ძალიან ანძღავენ ერთმანეთს ეს უცნაური სცენა, შაჰავაზი და კეთევანი. ძალიან ზღავენ. შენანაირი ხალი ხარ ქმრის გამო ქმარზე მაინც გეთხოვა ბოლოსი კამდემია შახაბას ჩვენ ქმარი არ გაგყავს და ქმარზე არ მთხოვდა შენ ხალი ხარო ისე რომ შენ კაცი ხარ ამოწყვიტე მთელი ქვეყანა ნუ ესეთი ლაპარაკია მოკლედ ვეშაპი როგორც ბიბლიურად საშინელებად არის ეს სიტყვა მოკლედო ჩათვალეო რომ შეგისრულეო სურვილია შახიანება და შენი სიცოცხლე გაჩუქე და შენი საბუთიო რომ წადი აქედანო და კეთევანი ხო კუთხეში არ გადის უარზეა მაგრამ ამ დროს რა თქმა უნდა დარბაზში დაუკითხავთ შემოდის ფაიხოში და დანარჩენის შემდეგ მოქმედებაში მოგახსენე